თითქმის 10 წლიანი წყვეტის შემდეგ გურიის რეგიონს სტატისტიკის სამსახური ექნება. გურიის სტატისტიკის ბიუროს ბადრი რამიშვილი უხელმძღვანელებს. სტატისტიკის ბიურო 26 თანამშრომლით იქნება წარმოდგენილი. გურიის ბიუროს გახსნის შესახებ ინფორმაცია სამხარეო ადმინისტრაციაში. გურიის ბიუროს გახსნის შესახებ ინფორმაცია სამხარეო ადმინისტრაციაში საქსტატის ხელმძღვანელმა გოგიტა თოდრაძემ გააკეთა. აღნიშნული ბიუროს მთავარი ფუნქცია მოვალეობა რეგიონის მასშტაბის სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება და გავრცელება იქნება. ახალი ხელმძღვანელის წარდგენის შემდეგ თოდრაძემ პრეზენტაცია გამართა და საზოგადოებას სტატისტიკის სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობა და სამომავლო გეგმები გააცნო. საქსტატის ერთ-ერთი პრიორიტეტია რეგიონული სტატისტიკის განვითარება და გაუმჯობესება. ამ მიმართულებით ჩვენ კონკრეტული ნაბიჯები უკვე გადავდგით, გავზარდეთ კვლევების რაოდენობა, ასევე კვლევებში რესპონდენტთა რაოდენობა. ამან გამოიწვია გარკვეულწილად დატვირთვის გაზრდა სხვადასხვა რეგიონში, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში და სწორედ ეს გახდათ საფუძველი გურიის რეგიონის გამოყოფის და შესაბამისად გასული წლის ოქტომბერში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად საქსტატმა შექმნა გურიის სტატისტიკის ბიურო, რომელიც უზრუნველყოფს აღნიშნული რეგიონის ტერიტორიაზე სხვადასხვა კვლევების ფარგლებში სტატისტიკური მონაცემების შეგროვებას, დამუშავებას და გავრცელებას. კონკურსის შედეგად დავინიშნე ამ წლის 8 იანვრიდან შეუდგ საქმიანობას. ამ ეტაპზე ძველი ქალაქის მერიის შენობაში გვაქვს ოფისი და აქტიურად ვიწყებთ უკვე საქმიანობას, როგორც გურიის სტატისტიკის განვითარებისათვის. უნდა განვითარდეს კონკრეტულად გურიის სტატისტიკა, ცალკე არ იყო გამოყოფილი, იყო ადრე შეერთებული სამეგრელოსთან. ამ ეტაპზე იგეგმება, რომ გურიის სტატისტიკური მონაცემები დაიტოვოს სრულყოფილად. სტატისტიკა ეს არის ერთ-ერთი წინაპირობა სწორი მართვის და ვინაიდან მთავრობამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო, ჩვენ მივესალმები და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ სწორი სტატისტიკა და რეგიონალური სტატისტიკური მართვა იყოს დასკვნა სწორი მართვისა და სწორი პოლიტიკის განხორციელების.